country, Georgia. That's all, let's go, man! The Fight Hop Podcast. ესე იწყება ჩვენი მომდევნო არ ვიცი ეს ეპიზოდი იქნება უბრალოდ MMA ჩამოჯდომა და საუბარი იქნება ვიდეო იქნება მოკლედ თუ რაც იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიხარია რომ კონტენტის შეწყვეტას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ რაღაცების მიწოდებას აყურებლისთვის გიო რა ახალი აბა ცოტა ისევე რა ვარ თლაც relaxed იმიტომ რომ სამსახურში ვარ რა და ეხა რაღაც დრო მოვიპოვე რომ ბავშვები არ არიან და მაინც ხალხი არის იქით-აქეთ რა და არ მინდოდა რომ ისე გამოსულიყო რომ ერთი კვირა გასულიყო რომ რაღაც კონტენტი არ დაგვედო რა კი ბატონო მოკლედ დავიწყოთ რა ეს ჯერ მინდა ვახსენო რა თქმა უნდა ბიჭებს მოულოცო ბრეივის ევენტი ეხლა ბოლო პარასკევს იყო ანუ ჩინეთში ჯენგჯოუში ბოლო სადაც მე ვიყავი ბიძინას გამოსვლაზე ამჟამად ვერ მოახერხე მაგრამ ძალიან მაგარი საჩუქარი მივიღეთ MMA-ის მოყვარულებმა სამივე ქართველმა მოიპოვა გამარჯვება რა თქმა უნდა მოდი დავიწყოთ ქვემოდან და ზემოდან ვყვეთ ჯუბა გილოცავ ძმაო ვიცი რომ ეს იყო მოკლე შეტყობინებით აღებული ბრძოლა ჯუბა ძმაო მაგრამ შენი საქმე ბოლოს მაინც გააკეთე არა მარტო ჯუბამ დავითამ კიდე ლორქიფანიძემ იგივე დომინაციით მოიგო და თავარი ბრძოლა იყო ღამის თავარი ბრძოლა იყო რაულ თუთარაული და მე პირადად რომ ესე კარგად დაჟე UFC კარდებსაც არ თავიდან ბოლომდე უყურე რა ამ კარდას რა იმიტომ რომ ბოლოს ხო ვიყავი ზუსტად იგივე ვენიუში და უფრო მუღამში ვიყავი რა ის სახეები ძველი სახეები რა ვიცი რაც ხდებოდა ხო აზეხა და აი თლიანად უყურე ყველა ბრძოლას რა და მაგრამ UFC-ზე ნაკლებად არ მისიამოვნია უფრო მეტად თუ არა იმიტომ რომ სამი ქართველი იყო რა და მოლოცვა ყველას ბათუმი Fight Academy-ს და რა თქმა უნდა რაულს კიდე რა თქმა უნდა ულოცავ ბიჭებს თუთარაულს ძალიან დაძაბული მძიმე ბრძოლის შედეგად მოიპოვა გამარჯვება main event-ში ჯუბას ახალგაზრდა პატარა ბიჭია ჯერ და მთელი კარიერა წინ აქვს და ვიც ყველას ულოცავ და ბათუმის Fight Academy-ა აშკარად იციან რასაც აკეთებენ ხვიჩას მეთაურობით ხვიჩასაც ულოცავ თელ გუნდს თელ დარბაზს და თელ საქართველოს კარგია რომ არის ადგილი იქნება ადგილი და ადგილები საქართველოში სადაც შეიძლება გამოზარდო ესე იგი მსოფლიო დონის მებრძოლი რა და მიხარია ძალიან რომ საქართველოში დაიწყო ეს პროცესი რა იმიტომ რომ ეს უცხოეთში გაზრდილი მებრძოლები და მაგათი გაჩემპიონება რა თქმა უნდა კარგია და ყველას გვეხარია მაგრამ ქართულ მიწაზე გაზრდილი ქართველი ჩემპიონი უფრო სხვა სიმძიმით და უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო არენაზე ამას საქართველოსთვის და ქართველებისთვის რა და კარგია რომ ეს საქმე წინ მიდის ძალიან მიხარია ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მართლა რა ეს ჯერ კიდევ ჩვენ ვერ ხვდებით რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება ამას მომავალში როდესაც UFC-ში გამოვაცხადებენ fighting out of რაღაცა ბათუმი Fight Academy Georgia რა ან Guram Fight Club Georgia ან ვეფხისტყაოსანი Georgia ან რაღაც სხვა რაღაც ქართულ დარბაზის სახელს რო გამოვაცხადებენ UFC-ში main event-ი იქნება თუ undercard-ი იქნება თუ რაც იქნება აი ეგ არის ძალიან ყველაზე მაგარი ეგ იქნება უკვე ნამდვილი რაღაც ისეთი მონუმენტალური წარმატება რა ჩემთვის ეგრეა და ველოდები ამას მოუთქმელად ძალიან ნამდვილად რა ძალიან განითქვა სახელი რა ბათუმი Fight Academy ჩინეთში და თან ეხლა ხო იყო ხვიჩა ჩამოსული გოჩასთან ერთად სხვა ქალაქში იქაც გამარჯვება მაგრამ იგივე მენეჯერები და სასტავები იქაც იყვნენ ეხლა რა ჯენგჯოუში რა და მოკლედ ჩინეთში ბათუმი Fight Academy-სთან ბრძოლა არ ამგონია ვინმე სურდეს რა და არა მარტო ბათუმი Fight Academy-სთან ვიცით რომ აგერ ბიძიმ
ვერ იპოვა მოწინააღმდეგე, არავის არ უნდა ბიზნესთან ბრძოლა და რავის ქართული ჭიდაობის სტილიო, სულ მაგას იძახდნენ კომენტატორები რა, სამივე გამოსვლაზე. დაჟე თუ ნახე მერე რაულზე სულ იძახიან კიკბოქსიორიო და იმან ჭიდაობა დაუწყო, მაგრამ მერე ხო ნახე რაულის ჭიდაობა ბოლოს. ანუ აგარი იყო რა. რაულის ბრძოლა დაძაბული იყო, როცა ესეთი ბრძოლაა, იქ შეცდომების ბევრი იქნება, მაღალი დონის რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა ხერხები მაღალ დონეზე იყო, მაგრამ უფრო ანუ დავითის ბრძოლაში ის ვნახე რომ მოწინააღმდეგე ну როგორ გითხრა პირველი რაუნდში მაგალითად ხო პარტერში გარდი გაშლილი ქონდა კრავდა მე ხსნიდა ისევ გარდს ის ბიჭი ჩინელი რა და ერთხელ არ მოსვლია აზრად ფეხები აი თეძოზე მიეჭირა დავითისთვის რომ სივრცე შეექმნა და ამდგარიყო ანუ უშავთ ხო უშავ ხო და რო ამდგარი ხო რა ან ზოგადად რომ აწიო მოწინააღმდეგე სივრცე შექმნა ანდერჰუკი დაითრიო მე ან ხელი ჩაუყო მე გვერდზე გადაბრუნდე ეგრე ადგე რაღაცა პროცესი ხომ დაიწყო რომ განვითარდეს რა რაღაცა არაფერს ანუ უბრალოდ ხეხები ქონდა ესე მაღლა აყრობილი რა ხო და მივხვდი რომ დავიცი პოზიცია ევასებოდა ბიჭო ვერ ნახე მე ისა პირით რეებს აკეთებდა არ მინდა მაგებს არ მინდა ხო და დავითი მანუ პირველ რაუნდში მე მივხვდი რომ დავითს ეს ბრძოლა ჯიბეში ქონდა თუ კი ჭიდაობას გააგზელებდა არა გომში ის ბიჭი ასახიფათო იყო სწრაფად ისვრიდა ხელებს მაგრამ ეგრევე გასაგები იყო რომ დავითი თუ კი ყველა რაუნდში ერთ ტეიქდაუნს მაინც გააკეთებდა და ცოტა გააკონტროლებდა გასაგები იყო უკვე ანუ ფაქტობრივად არც მინერვიულია მაგაზე ჯუბას ბრძოლასაც შეეხება თავიდან მაგაზეც არ მინერვიულობდი აშკარად ჯობდა ფიზიკურად უგებდა ყველაფერი მაგრამ ბოლოსო დაიღალა მესამე რაუნდში ანუ ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა კიდე კაი ვიცოდი რომ ანუ მე ჩანაწერს უყურე მე ვერ უყურე შენთან ერთად ლაივს სახში მოვედი მე ჩანაწერს უყურე ვიცოდი კიდე კაი რომ მოგებული ქონდა ეგ ჩხუბი თორე გული გამისკდებოდა მაგაზე რომ ლაივში მეყურებინ იმიტომ რომ დაღლილზე გამიგე კედლის გასწრო აი კედელს გაყვა და კედლის გასწრო გააკეთა აი ესეთი ნაბიჯები 1 2 აი ეს ჩოულებად ანუ ეგრე ხო არ შეიძლება ჩხუბში სიარული ერთი ფეხი მეორეს გადა ანუ ჩოულებრივი მე იდეასისავი გაიარა და ნიგდის მე იდეა ხო კედლის გასწრო გაიგე და ეგ იყო ანუ და ის მოწინააღმდეგე ცოტა უფრო მაგარი რო ყოფილიყო ძალიან ცუდად დამთავრდებოდა იგი იმიტომ რომ აქვე ლეკიკი გაუშვა მაგ დროს რა ჯუბას მიმართულებით მაგ დროს თან ხელები ქვემოთ ქონდა ჩამოყრილი მაგრამ ეგ რაღაცა ფეინტი რო გაეკეთებია და მე ხელი ან მე თავში გაეშვა რა მე ან ეგ ფეხი პირდაპირ თავში გაეშვა ან რაღაც ეგეთი მაგრამ ნუ ამ ეტაპზე გეპატიება თან short notice იყო ჩხუბი ესა და რაღაცები მთლიანობაში ჯუბა მაგარი ბიჭია იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც არის ჩხუბში აი ეს გამბედაობა პირველად ჩხუბა დიდ შოუში გამიგე ხო და ზოგჯერ ანუ არიან ბიჭები როგორი სიტუაცია იცი დარბაში მაგრები არიან კედელ დადიან და რაღაც სასწაულებს აკეთებენ, მაგრამ ხალხის წინ დიდ შოუში პირველად დადგებიან, იყინებიან რა, შიში იფყრობთ, ვეღარ იხსნებიან. და ჯუბასთვის ეს იყო ჩინეთის ყოველთვის დიდი ისენი ყავს, პუბლიკა ყოველთვის დიდი ყავს და დიდი დარბაზებში და აზიაში ზოგადად ბრძოლის კულტურა ძალიან დიდია და ყველას ვისურვებდი რომ აი ძალიან ბევრმა მიიღოს ჯერ ეს გამოცდილება დიდი პუბლიკის წინ ბრძოლის, სანამ ამერიკაში ჩამოვლენ რა, ქართველებმა. ხო და აი ეს პირველი ის გაიარა, იყო მაგისი პირველი ისა რა, თქვა და აი ძალიან კარგად გაიარა, არ დატყობია, არანაირად ნერვიულობა, რაღაც დაძაბულობა, შიში ხალხის და რაღაც ჭყიალა იმის რა ქვია, ნატურების და მაღალი შუქების, რასაც აი ზოგი არის აი დიდი აი რო ხედავენ დიდი შოუა და დიდი შუქებია, ხო აი წერს რომ მიანათებ, ხო იცი შუქს და რო ჩერდება და ვერ მოძრაობს. აი ეგრე არის ზოგჯერ ზოგი მოჭხუბარი რა, ზოგი სპორტსმენი და ჯუბას ეგ არ ქონია, პირიქით გამოვიდა მგელივით, როგორი დუხითაც დაიწყო პირველი რაუნდი, ეგრე დაამთავრა და მაგარი ბიჭია ძალიან 20 წლისაა სულ. სხვათა შორის გოგას ვამსგავს გელაშვილს, ჩემს მაკას სახეზე რა, მაგრა გავს. სურათებიდან ესე ჩანს რა და რავი, წინ ბიჭებო, ყველას გილოცავთ გენაცვალეთ რა, მაგრები ხართ.
კი ძმაო, მაგარი გამოცდილება იყო, გილოცავთ ყველას. გადავიდეთ იმაზე, რა ქვია, მთავარ კერძზე, ხო? და ამასობაში დესერტიც მოგვაგონდება რაღაცა, ხო, გიო? მთავარი კერძი არის ალბათ ილია თოფურიას ეს პრეს ტური, რაც გააკეთა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ძალიან დიდ პოდკასტში იყო მისული. პირველი იყო პატრიკ დეივიდი, თუ რა ქვია, იმ კაცს უმავიწყდება და მეორე როგანი, ჯო როგანი, რა შემიძლია გითხრათ, 16 წელია უყურებ ჯო როგანის გადაცემას თავისი სახლის მიდან, რა ქვია, საძინებლიდან რო რთავდა ლაივებს, მაგ პერიოდიდან მოყოლებული და 16 წლის განმავლობაში როგორც იქნა პირველი ქართველი ადამიანი მოხვდა როგანის შოუში. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ იმედია ილია არ იქნება უკანასკნელი ქართველი მაგ შოუში, იმედია არ დიდი ხანი მოგვიწევს სხვა ქართველი რო ვიხილოთ როგანთან შოუში და იმედია მარტო მოჩხურები კი არა, როგანთან პროფესორები დადიან, კომიკოსები, მსახიობები, არტისტები, რავი, 1000 სხვა პროფესიის ხალხი და პოლიტიკოსები, ტრამპი იყო მისული არჩევნებამდე და ასე შემდეგ და ვისურვებდი, რომ სხვა ოკუპაციის ქართველებიც, საინტერესო ქართველებიც მიეწვიოს და გვენახოს იქ არიან აქ ადამიანები ამერიკაში, ქართველები, რომელსაც აქვთ საინტერესო რამე მოსაყოლი ხალხისთვის, მსოფლიოსთვის და იმედია მაგასაც მალე ვიხილავთ როგანთან. სხვა სპორტსმენებსაც ვიხილავთ იმედია, თოფურიას კიდე ერთხელ ვიხილავთ იმედია და სხვა ქართველებსაც იმედია ვიხილავთ, იმიტომ რომ არის ამოუწურავი თემები არის, რადგან შეიძლება ჯო როგანთან ისაუბრონ სხვა პროფესიის ქართველებმა რა. შეიძლება თვითონ ილიას მე ჩვენ რა თქმა უნდა ნახი თავიდან ბოლომდე, ხო გიო ეპიზოდი? კი, ნახე აბარა. მე აბა მითხარი, რას ფიქრობ? თვითონ ეპიზოდზე რას ფიქრობ და მომავალზე, ილიას აი უახლოეს მომავალზე რას ფიქრობ, რა მოხდება რა? პირველ რიგში რა ვიცი, მაგრამ ვისიამოვნე, ძალიან ვისიამოვნე, რომ ხალხს მიეცა იმის შანსი, რომ ენახა რა ჯიგარი და რა მაგარი მასტი არის ილია რა, ანუ ინგლისურ მოლაპარაკე სამყაროს გულისხმობ რა. იუმორიც ძალიან მაგარი აქვს, აჩვენა რომ კეთილი ადამიანი არის. და რავი, ისე რამოდენიმე ისეთი წამოსაღები რაღაც არის, ეხა ჩვენ მაინც თითქმის ყველაფერი ვიცით და ისე მივყვებით, რომ ალბათ ჩემთვის და შენთვის ახალი მანდ არაფერი არისო, ხო? მაგრამ ნუ რაღაცებს შემიძლია შევეხო, რა თქმა უნდა, ის მომეწონა, რომ თითქმის თავიდანვე დაიწყო მერაბის ქება რა, რომ ხო ასე ხარ, ანუ მერაბის ბრძოლებზე ძალიან სიამოვნებოდ და ჯო როგონმაც ძალიან აქო მერაბი და ეს რა თქმა უნდა თითქმის თავიდანვე რო დაიწყო ეპიზოდი, მაქედან დაიწყო და ჯო როგონმა რო დიდი კომპლიმენტები აჩუქა, რომ მიცა რო უთხრა, რომ შენი ბრძოლების ყურება მევასებაო მეო რა და დაჟე მე უთხრა, რომ შენი ტოპ 5 ვინ არისო რა და შენ ხარო ჩემ ტოპ 5-შიო ეგეც უთხრა რა და ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცა არის, ხო ასე ხარ. და ისიც ძალიან საინტერესო არის, რომ აი ამ ჯო როგონის ეპიზოდზე ყველას გაუსწრო, ვინც იყო წელს მისული რა. ანუ ადესანია იყო, დიდიფი იყო, ბელალ მაჰამედ და ორ დღეში ყველას გაუსწრო, ანუ იმეებით რა, ვიუებით რა, ანუ ნახვებით რა. ახლა ნახე, მე რა უყურე მთავარზე გადავიდეთ ახლა. უყურე, აი შენთვის რას ნიშნავს? ეს რას გეუბნება ეს ფაქტი, რომ აი ბოლო აი ეს პერიოდია გააქტიურდა ილია და აი ასეთ დიდ პოდკასტებში დადის და საუბრობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ელკ ბოისთან იყო პატრიკ დეივიდთან იყო, ბიჭო რა ქვია იმას, პატრიკ დეივიდი კი არ ქვია, თუ დეივიდი რა, პატრიკი თუ რაღაც ეგეთი არ ქვია. PDF ხო თუ რა, PD-ის არის. ხო. მნიშვნელობა აქვს ნუ ეხა. ხო რა. დროგანი როგორ? PBD. პატრიკ ბენ დეივიდი. პატრიკ ბენ დეივიდი. ხო. პატრიკ ბენ დეივიდთან იყო, ელკბოისთან იყო, ეხლა როგანი დააგვირგვინა ესე იგი ეს ყველაფერი. ანუ ეს რას გეუბნება თქვა, ანუ მაგრამ ეს რა ჩემი აზრით
მან რას ვიძახი, იცი? როგორც თქვით და ვამბობდით თავიდანვე ჩვენ, ილიას გარანტირებული აქვს სატიტულო ბრძოლა. რაგაც წყალი არ გაუო. ეგეც ახსენა, რომ სხვა ბრძოლა არ სურს და არ აპირებს. ანუ number 1 contender ბრძოლას არ აპირებს რახან უკვე შეპირებული არიან, რომ მისი შემდეგი ბრძოლა იქნება ტიტულზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც მახაჩევს შეხვდება, მაგრამ შეპირებულები არიან, რომ შემდეგი ტიტულზე ეს იქნება და ეხა მახაჩევზე რატო არ ნიშნავს? იმიტომ რომ შეიძლება მახაჩევმა საერთოდ აღარ დაიცვას. ხო გესმის? ო, შეიძლება რა არის, იცი? ჩემი აზრით მე ადრე ლაივშიც თქვი, მახაჩევი ელოდება, აშკარად ელოდება რეზულტატს ბელალ მუჰამედსა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლას შორის. იმიტომ რომ მუჰამედთან ბრძოლა არ უნდა მახაჩევს. მუსულმანური კავშირი არის ეგ ერთი. ერთად ლოცულობენ, ერთად დადიან რამადანზე, ესე შემდეგ ერთად ვარჯიშობენ, ეგ არის ორი კიდე და ეგ მუსულმანებისთვის, მაგათვის განსაკუთრებით, კონკრეტულად მაგ ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა, ეგ კავშირია, ეგ მეგობრობა ეს რაც აქვს, რაც აკავშირებს ერთმანეთთან საერთო რაც აქვს და მაგის გამო ვფიქრობ დარწმუნებულა არ უნდა ბელალ მუჰამედთან ბრძოლა ისლამს რა. და თუ წააგო ბელალ მუჰამედმა, მაშინ დარწმუნებულა რომ გადავა. ალბათ მოინდომებს და ავა მაღალ ერთი ტონით მაღლა 77 კილოგრამში და იბრძოლებს ჯეკ დელა მადალენასთან სავარაუდოდ რა. და თუ მოიგო ბელალ მუჰამედმა, მაშინ უკვე ფაქტურად აღარ იქნება სხვა ვარიანტი მოუწევს ილიასთან ბრძოლა რა. და იმათ საყურადღებოდ ვიტყვი, ვისაც აი ხაბიბის ის აწუხებს ლაპარაკი რაღაცები რო იდება, ციტატები რაღაცები რო აი ისლამა რატომ უნდა ეჭხუროს თოფურიას, ეს არა ეს ჯერ ესექნას, მე მივცემთ შანსს და რაღაცეები, მაგებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. და იმასაც ნუ მიაქცევთ ყურადღებას UFC-მ ეს თქვა და ეს თუ დეინა ვაითი არ გამოდის და თვითონ არ აცხადებს ან UFC-ს რომელიმე ოფიციალური პირი არ გამოდის ან არ ამბობს ამის სიახლეს და აი ესე იქნება ან ასე არ იქნებაო, ან თვითონ UFC-ს ოფიციალურ ვებსაიტზე ან YouTube არხზე ან რამე ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ გვერდზე არ ნახეთ რაღაცა, მე მოგიწოდებთ რომ უმეტეს შემთხვევაში არ დაიჯეროთ რა. ან არ მიაქციოთ ყურადღება როგორც მინიმუმ სანამ არ გადაამოწმებთ და არ დადასტურდება ეს ყველაფერი. ხო და ამიტომაც მე თავიდანვე როდის რამდენი ხანი გავიდა, ერთი თვენახევარი ხო გავიდა რა ძილიამ დათმო. რაც გავიგეთ რომ ილია გამართმობდა რა. ხო გავიდა უკვე ერთი ორი თვე მაინც. ხო. ეგ როგორც კი გავიგე მე ეგრევე თქვი, გითხარი შენ აქ შოუში თქვი და ვიმეორებ ხედა ღამე მაგას რა. ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ილია იჩხუბებს ქამარზე რა. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რა. აი წყალი არ გაუვა მაგას. იმიტომ რომ იმდენი მიზეზი შემიძლია ხა კიდე ერთხელ ჩამოვთვალო. უბრალოდ ვინც გვისმენს უკვე გაგონილი ექნება ჩემგან ეგ შეიძლება ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგი რაღაცა, ზოგი ახალია შეიძლება ამ ეპიზოდს შეიძლება ღმერთს მაქნას ბევრმა ახალ მოუყუროს და აღმოგვაჩინოს ხო არის ეგეთი რაღაცა. ყველაზე მთავარს გეტყვით იმას, რომ ჩემპიონი, როცა ქამარი გაქვს და როცა ჩემპიონი ხარ და როცა უბრალოდ ისე იბრძვი UFC-ში ფულში იმხელა განსხვავებაა. ზოგადად ვიზახი, ნუ მაგრეგორი თუ არ ხარ, რომელსაც სხვანაირი კონტრაქტი აქვს აბსოლუტურად. იმხელა განსხვავებაა ფულში ახლა თოფურიას ჰონორარში ქამრით და ქამრის გარეშე, რომ აი ვერ წარმოიდგენ პროსტა რა. და ილია ქამარს არ დათმობდა და ამხელა ფულს არ დათმობდა იმისათვის, რომ კონტენდერად ეჭხუბა ერთი წონით მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ კი წონას დაკლება უჭირს, კი მიუხედავად იმისა, რომ ილიას უკვე ფული აქვს, ეგეც ვიცით, გავიგეთ არ უჭირს. არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ჭკვიანი კაცი და ჭკვიანი ბიზნესმენი ესე ადვილად ფულს არ დათმობს თუ რაღაცა არ მიიღოს სამაგიეროდ რა. და ილია კიდე ჭკვიანი კაცი აშკარად ხედავთ ყველა რა და ესე ტყილა არ გაატანს წყალს არაფერს და გარდა მაგისა ისიც არის რომ ფაქტია რომ დამპირდნენო და ეგეც არის რა. და დეინას უარი არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით, არ უარყოფია და აშკარად
ჯერ ვერ ამბობს დენა იმასაც უნდა რომ თქვას, გაახმაუროს ბრძოლა, გამოაცხადოს ოფიციალურად, მაგრამ დროის ამბავია რა, ეს როგორც კი მორჩება ეს ბელალ მუჰამედის ბრძოლა, ეგრევე ელოდეთ მაგ ბრძოლის დამთავრებისთანავე ელოდეთ რაღაც სიახლეს ტოპურიასთან დაკავშირებით რა. ხო რა დიდი ბრძოლა უნდა UFC-ს რა და სიმართლე რო გითხრა ეხლა ჯასტინ გეიჩი თუ არა რო აიღოს არავის არ რავი აბა ეხლა ისლამმა თუ მართლა დაიცვა მე ვფიქრობ რომ მხოლოდ ილია make sense რა რომ super fight და big fight და money ფულიანი ბრძოლა იყოს ეხლა ჯასტინ გეიჩი რაც არ უნდა მაგარი იყოს არ ამგონია არა ჯასტინ გეიჩი არა ხო რა ან უბრალოდ ვისურვებდი გიო რომ ხო, აი ვისურვებდი რომ აი სწრაფად გაირკვეს ვინ იქნება ოლივერა თუ მახაჩევი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იქნება საჭირო მომზადება. სწორად, ჯერ პირველ რიგში წონა უნდა მოიმატოს სწორად. ბიჭო, ისე ძალიან მაგარი ბიზნეს მაინდით არის ილია და ახსენა კიდეც, რომ როგორი ციგნების კითხვა უყურდა. გასაგებია, მაგრამ ეს ბიჭო, ისიც ახსენა ბოლოს რომ თქვით, მე ხო თქვი ბოლოს ერთ-ერთ ეპიზოდში, ორივე თქვით გონი, რომ ის პადი პიმბლი ფაით და ილია ძალიან დიდი ბრძოლა იქნება მეთქი რა, ხო თქვით რა და ეგეც თქვა რა, რომ ძალიან მაგარი იქნებაო, ძალიან დიდი ბრძოლა იქნებაო პადისთანო. მადრიდში რა, ეგ ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, პადის მოსაგები აქვს ჯერ და რა თქმა უნდა, ილიასაც მოსაგები აქვს რა, მაგრამ ნუ გააჩნია ხა როგორ ჩაივლის რა ყველა ეს სიტუაცია, მაგრამ ყველა იძახის რომი რა, რომ ილია თითქმის ყველა იძახის რომ ილია is the fight to make. გასაგებია ეს, ხა წარმოიდგინე ილიამ მოიგო ქამარი, მერე პედი მოიგო თავისი მომდენო ბრძოლა, მერე პირველი ან მეორე დაცვა ილიას ქამრის არის პედისთან მადრიდში და ეს ფანტაზია ზონეზეა ჯერჯერობით და ნუ ეს ძალიან მაგარი იქნება, ახლა ინტერესი იქნება მარტო საქართველოსდან, იქით ესპანეთი, აქეთ მთელი ამერიკა ჩაერევა, იქით ბრიტანეთი, ჰაიპი იქნება, ეგ ჩხუბი მოუვიდა, საქართველოს თემა წინ წამოიწევა, რაც ასევე კარგია და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი რეალობაზე ვილაპარაკოთ ჯერ რა. ჯერ ილიას ორი ვარიანტი აქვს წინ, ორი სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან და საჭიროა მალე გავიგოთ ვისთან იქნება ბრძოლა მომდენო, იმიტომ რომ საშიშროებებიც და შესაძლებლობებიც სხვადასხვანაირია ორივე მებრძოლთან რა. მარტო ის რა ღირს რომ მახაჩევთან სხვა მიმართულებით უნდა იაროს ილიამ და ეს რა ქვია, კვეცოს ესა მოჭრას კუთხეები ყველაზე მარტივს ვიძახი და ოლივერასთან სხვა მიმართულებით უნდა იაროს და მოჭრას კუთხეები და აბსოლუტურად სხვადასხვა დისტანციაზე მოუწევს ორივესთან ჩხუბი, აბსოლუტურად სხვადასხვა მოჭხრები არიან ორივე და კარგი იქნება უკვე რომ გავიგოთ ვიცოდე გაიგოს მალე ილიამ, ანუ ვინ იქნება მომდენო რომ უკვე დაიწყოს აი იმ სტილთან ადაპტირება რა, იმიტომ რომ ბევრი აქვს სამუშაო მართლა ესე არ არის რომ აი ილია დედაკი, რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ყველამ რომ მოუგოს და დაადუღოს ერთის მეორეს და მეათეს და მეოცეს. მაგრამ ვისაც ესმის სპორტი და ვისაც ესმის ბრძოლა რა და ასე შემდეგ ცოტა გარკვეულია, ის ყველა კარგად ხვდება რომ საშიშროებების ბევრია აქ და სერიოზული საშინაო დავალება იქნება ილიას გასაკეთებელი იმისათვის რომ აი ეს გზა გაიაროს წარმატებით რა, ასე რომ ნახოთ იმედია მალე გავიგებთ ჩვენს და იმედია მალე თოფურია lightweight-ის ჩემპიონატაც მოგევლინება მთელს MMA საძმოს რა. მოკლედ რა კიდე რა უცებ იმას გადავხედე რა აზერბაიჯანს მაგრაველოდები, იმიტომ რომ სულ მგონია რომ რამოდენიმე ქართველი მაინც ან დებიუტს გააკეთებს ან ქართველი იქნება რა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ. 7 ბიჭო, 7 ბრძოლა არის, ნახევარი კარდი შევსებულია რა და ჯერ საქართველოს არ ჩანს რა და აზერბაიჯანმა ძმაო გადაიხადა მილიონობით დოლარი იმისათვის რომ სხვადასხვა უცხოელი, მაგათვის უცხოელი, ჩვენ უცხოელები არ ვართ მაგათვის. უცხოელი, ამერიკელი, ბრაზილიელი, ავსტრალიელი და ესეთი ASFO მოჭხრები ჩაუყვანონით და აჭყობენ, გაიგე? პოლონელი, რუსი, ნიგერიელი, ირანელი, იაპონელი, კორეელი, ამერიკელი, მოროკოელი, მაგრამ ქართველი არა. სამწუხაროდ. ნუ ჯერ მაინც ადრეა და იმედი მაქვს რომ ერთი მაინც იქნება და დებუტანტი რა, იცით ალბათ ვიზებს საუბრობ რა, მაგრამ თუ არა
ნუ არა, მაინც იქნება 2025-ში დარწმუნებული ვარ, დებიუტი მაინც იქნება რა. უბრალოდ ერთი მინდა რომ თქვა აუცილებლად ბილეთის ფასები UFC-ს იყო დრო არც თუ ისე დიდი ხნის წინაც $80 $100 იყიდიდი ბილეთს UFC-ზე რა. ნორმალურ ისეთ ადგილს რა $200 აი საკაიფო ადგილს იყიდიდი რა. ეხა მაგალითად ძმაო მერაბის ჭუბზე წასვლა რომ მინდეს, რომელიც ჯერზიშია აქვე $300-400 ნაკლებად ვერ იშოვით, ან როგორ ბილეთს იცი, აი კროზი ხარ რა ჯოხატაუში. და ვერაფერს ვერ ხედავ რა. და აი ეს კონტროლს გარეთ არის უკვე გავარდნილი ფასები რა, ბილეთის ფასები და არ ვიცი რამდენად შეიძლება კიდე მაღლა წავიდეს ფასები ბილეთისა, უკვე სასაცილო ხდება რა. მინდა შევახსენო ხალხს, რომ ჩვენ ვართ Fight Hop პოდკასტი, პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. გვიპოვეთ YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და სადაც უსმენთ, ანუ უყურებთ პოდკასტებს. მე ვარ ნოსტალ გიორგის ართანია, ეს არის ჩემი ჩქიმჯიმა, რომეო 50 ცენტერაძე. გვაპატიეთ, რომ დღეს ესეთი ხარისხი იყო, სახლის პირობები და მიკროფონიც და ხმაც, იმიტომ რომ სახლის პირობებში არა ვართ და დროებით გემშვიდობებით. დროებით. გამოგვიწერეთ აუცილებლად. დიდი მადლობა.